მოგესალმებით, მე ვარ ანასტასია, ეს არის გადაცემა სივრცე და დღეს ჩემი სტუმარია საქართველოს სპორტული ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი მიხეილ აბაიშვილი, მოგესალმებით. დიდი მადლობა ანასტასია პირველ რიგში მოწვევისთვის, მოგესალმები და მივესალმები შენს ტელემაყურებელს. მე რამდენიმე შენი გადაცემა მაქვს ნანახი და რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებ, საინტერესოა და გისურვებ რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადე. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზავნით ჩემთან სტუდიაში სტუმრად. პირველი კითხვა რაც მაქვს თქვენთან სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ რამდენიმე ძალიან საინტერესო მედია პროექტი განახორციელა, მაგალითად აი სლოვაკეთში. ყავდათ ჟურნალისტთა ჯგუფი, აი ამ პროექტებზე რომ მოგვიყვეთ. მადლობა ამ შეკითხვისთვის. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია სწორედ მაგისთვის არის მოწოდებული და შექმნილი, რომ განახორციელოს საინტერესო და საჭირო მედია პროექტები სპორტული ჟურნალისტებისთვის, მხარი დაუჭიროს ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკას, მიიღოს მონაწილეობა მის განვითარებასა და დაგეგმვაში. და ერთ-ერთი ასეთი პროექტი სწორედ შედაც ახსენეთ, სწორედ ეს არის სლოვაკეთში 10-დან 28 ივნისამდე ჩატარდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა სხვა 15 გუნდთან ერთად და ამ ჩემპიონატზე გამგზავრებაში, სასტუმროში განთავსებაში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტებს სწორედ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეს პროექტი დაეხმარა. ეს არ იყო პირველი მსგავსი პროექტი, უფრო მასშტაბურად მსგავსი პროექტი ჩვენ ერთი წლის წინ უკვე გერმანიაში განვახორციელებთ, სადაც საქართველოს უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრები არა ახალგაზრდული მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში ფეხბურთში და საკმაო წარმატებითაც მოგეხსენებათ, რომ მაშინ ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბარიერი დაძლია და მთელი საქართველოს სწორედ ამაზე იყო კონცენტრირებული და ყველა უყურებით დავთვალმაგობდით და ანალოგიური პროექტი სწორედ განვახორციელებთ ეხლაც სლოვაკეთში. ჩვენი 16 კაციანი სპორტული ჟურნალისტთა ჯგუფი დაბანაკებული იყო სლოვაკეთის ქალაქ ჟილინაში, სადაც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩაატარა ორი მატჩი, ჯგუფის ორი მატჩი, ეს იყო მატჩები საფრანგეთთან და პოლონეთთან, გახსნითი პოლონეთის შემდეგ საფრანგეთთან და უკვე შემდეგ გადავინაცვლეთ ტრენჩინში, ეს ქალაქიც იქვე ახლოს იყო, სადაც დასკვნითი შეხვედრა ჩატარდა პორტუგალიასთან. ფიქრობ საინტერესო გამოცდილება იქნა. კი, ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ფეხბურთი რომ ნომერ პირველი სახეობა ალბათ სპორტში, ალბათ ამას დიდი სასჭირდება, მტკიცება და ქართველი კომაგი დაინტერესებული იყო თუ რა ხდებოდა თამაშებს მიღმა, ხო? იმ სლოვაკეთში როგორ ემზადებოდა გუნდი, როგორ აღიდგენდა ძალებს, იყო იქ პრესკონფერენციები ჩატარებული, ცალკე ინტერვიუები და ვფიქრობ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ქართველმა კომაგმა და გულშემატკივარმა ჟილინაში დესანტირებული ქართველი სპორტული ჟურნალისტებისგან და ეს სხვადასხვა კომენტარებში სხვათა შორის საკმაოდ ისე აქტიურად აღინიშნებოდა. საკმაოდ მადლიერი იყო ქართველი კომაგი აი ამ პროექტით. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მეც კი რომელიც საერთოდ ამ სპორტით არ ვიყავი დაინტერესებული, მუდმივად ჩართული ვიყავი. მინდა ვკითხოთ, აი ვახსენოთ, რომ რაღაც ფეხბურთი განსაკუთრებით იწვევს ამ რაღაცა ემოციებს. რა განაპირობებს ამას, ხო, ბევრი სპორტი, აი კალათბურთი, სოფლიოში ყველგან ესე არის, რაგბი, ამერიკაში ჰოკეი მაგალითად, მაგრამ აი ფეხბურთი მაინც რაღაც განსაკუთრებულია. რატო თქვენი აზრით? ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. ფეხბურთი არის ყველაზე დემოკრატიული სპორტის სახეობა, ნებისმიერ აფრიკაში დაბადებულ სადღაცა იქ ლომების გვერდზე, რომელსაც არანაირი ცივილიზაცია იმ ბავშვიდან დაწყებული და რავი დამთავრებული ყველაზე იაპონია იქნება ეს ტექნოლოგიური ქვეყანა თუ აი არ არსებობს სივრცე დედამიწაზე, სადაც ძალიან მარტივი არ იყოს ფეხბურთის თამაში. და კიდევ ერთი მომენტი, რაც ფეხბურთს განასხვავებს სპორტის სხვა სახეობებისგან არის ის, რომ არის აბსოლუტურად ყველაზე მეტად ამოუცნობი. მაგალითად, კალათბურთში გამორიცხულია, რომ ძლიერმა სუსტი არ დაამარცხოს, ეს არ ხდება. თუ რაღაც კონკრეტულ გამარცხლებებს ამარცხებს სუსტ. აი ფეხბურთი არის ის გამონაკლისი შემთხვევა, სადაც
ძალიან სუსტმა შეიძლება ძალიან ძლიერი დაამარცხოს და ამისი არაერთი მაგალითი გვქონია. ხო, აი სიტყვაზე რომ თქვათ ბარსელონა თავისი ვარსკვლავური შემადგენლობით, რომლის რიგებშიც თქვათ მესი ბწყინავდა, ხო? ინიესტა, ხავი და აი ეს ფეხბურთელები როგორ ჩავიდა რუბინი ყაზანის, რომელშიც ჩვენი სხვადასხვის ლაშა სალუქვაძე თამაშობდა იმ პერიოდში ამ გუნდში და პერსონალურად მესის ეთამაშა და მოუგო როცა აი ნუ რავი რა გითხრა როგორი ცადა დედამიწა ისეთი იყო ამ ორ გუნდს შორის სხვაობა სანაკრებო დონეზეც მომხდარა არაერთი და აი ეს მომენტი არის წინასწარ ამოუცნობი არის რა ნებისმიერი მატჩი, რაც არ უნდა ფავორიტი იყოს ქაღალდზე, მაგიდაზე ერთი გუნდი და მეორე აუთსაიდერი, შეიძლება აი ეს თავდაყირად ადგეს და აი ეს მომენტი რომ შეიძლება დავითის და გოლიათის ბრძოლაში დავითმა ხშირად გაიმარჯვოს, განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სწორედ ფეხბურთზე. თქვენაც სპორტის სახეობებით ჩამოთვალეთ ანასტასია, იქ როგორც წესი ძლიერი იგებს. აი, ნუ რა თქმა უნდა, საუკუნეში ერთხელ შეიძლება მოხდეს რაღაცა დიდი სენსაცია, მაგრამ ეს სენსაცია ზომიერების ფარგლებს არ გასდება. ძალიან ცუდი, ძალიან ძლიერს ვერასოდეს ვერ მოუგებს. იგივე ფეხბურთი შესაძლებელია რომ მუდმივად იყოს. ფეხბურთი ერთგვარი ხო არის, აი ამერიკული ოცნებაო რო ამბობენ, ხო ამერიკაში რომ მიეგზავრებიან არაფერს და უცბად ამერიკული ოცნები, აი ესეთი ამერიკული ოცნების ასრულება შეიძლება ფეხბურთში რა. აი ესეთი მომენტი არის. ეს არ მიფიქრე სხვა შორის მაგაზე არასდროს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ევროპაზე გასვლა როგორ შეფასებთ თქვენ? ხო, აი ეს სწორედ აი ამ რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ ჟურნალისტები რო ყავდა წაყვანილი სწორედ აი ამ ტურნირზე. იმითაც იყო დამატებით მოტივირებული რომ ეს პროექტი განგვეხორციელებინა რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მისი ძალიან კარგი მთავარი მწვრთნელის რამაზ ვანაძის ხელმძღვანელობით რაღაცა უზარმაზარი ნაბიჯებით პროგრესს განიცდის რა. პირველად ესე იგი 2023 წელს მოახერხა და იასპარეზა ფინალურ ეტაპზე, მაშინაც რამაზ ვანაძე იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოღონდ მაშინ ეს უფლება არ იყო მოპოვებული სპორტული პრინციპით, რას გულისხმობ. მაშინ საქართველოს იყო თანამასპინძელი რუმინეთთან ერთად და როგორც მასპინძელ ქვეყანას ყოველგვარი საკვალიფიკაციო და საშეჯიბრო ნაწილის გარეშე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა აი ამ ფინალურ ეტაპზე, ხო? და ამ მაშინაც სიკვდილის ჯგუფში მოხვდა საფრანგეთი. ეს რას ნიშნავს ბოდიში? ჭყალებში სიკვდილის ჯგუფი, ანუ ყველაზე კი, აი ასეთი ტერმინი არის, რომ საფრანგეთი, პორტუგალია და ჰოლანდია ხავდა ჯგუფურ ეტაპზე. ეს არის ურთულესი მეტოქეები და აი ამის მიუხედავად მაშინ საქართველოს ნაკრებმა ამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ერთი გამარჯვება და ორი ფრე გაახერხა და გავიდა პირველ ადგილზე და გავიდა პლეი-ოფის ეტაპზე, სადაც უკვე ჩვენ მაშინ შეხვდით ისრაელის ნაკრებს და იმ შემთხვევაში თუ ისრაელს დავამარცხებდით და გავიდოდით ნახევარფინალში, უკვე მივიღებდით ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებას. პარიზში რომელიც ჩატარდა იმ ოლიმპიურ თამაშებში სამწუხაროდ ის მატჩი ისრაელთან ჩვენ ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ ვითამაშეთ 0-0 და მხოლოდ პენალტების სერიაში დაგვამარცხა ისრაელმა და აი ეს ძალიან დიდი კიდევ ერთი წარმატება ვერ მივიღეთ რომ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები ვერ გამოვიდა. თუმცა ეს უკვე რომ ხოლმე შედეგი რა თქმა უნდა, თუმცა იმის მერე უკვე რა თქმა უნდა ამ ძალიან სერიოზული საერთაშორისო გამოცდილების მიღების შემდგომ რამაზ ვანაძის გუნდმა უკვე იასპარეზა საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩვეულებრივ სპორტული პრინციპით მოიპოვა ფინალური ეტაპის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური, ამისათვის ისეთ გუნდებთან მეტოქეობაში მიაღწია, როგორც არის თქვა იგივე ჰოლანდია და იგივე შვედეთი. შვედეთს გადავასწარით ჩვენ და მოვიპოვეთ პლეი-ოფში ფინალური ეტაპის საგზურის მისაღებ პლეი-ოფში მონაწილეობის უფლება და უკვე ხორვატიის ნაკრებს შევხვდით იქ. ხორვატია, მთელ მსოფლიოში კარგად ცნობილი ბრენდი არის საფეხბურთო კლასის თავდადების, პატრიოტიზმის და შეუპოვრობის მაგალითი არის ხორვატია არის ასევე და ძალიან გვგავს ხორვატია ჩვენ
ყველა გინდა გეოგრაფიულად ტერიტორიული პრინციპით დაახლოებით იგივე ზომის ქვეყანა არის, გინდა მოსახლეობის რაოდენობით და რაც თავარია ბრძოლის უნარიანობით და სპორტულობით, კი, სპორტულობით ხორვატებმა ორჯერ მოახერხეს და იასპარეზეს ფინალში მსოფლიო ჩემპიონატის და ეს რა თქმა უნდა თავის თავზე მეტყვი, უბრალოდ ერთხელ ფინალში, ერთხელ ნახევარფინალში ითამაშეს ხორვატებმა და ეს მეტყველებს ამ ძალიან პატარა, მაგრამ ამაყი და სპორტული მამაცი ერის შესაძლებლობებზე და აი ასეთ ხორვატიას ამ ასეთ გუნდთან ჩვენ ორ რაუნდიან დაპირისპირებაში თბილისშიც და ზაგრებშიც ფრედ ვითამაშეთ და დამატებითი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მეკარეს ლუკა ხარატიშვილს, რომელიც შემდეგ უკვე ამ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზეც ძალიან ესეთი საიმედო და თვალსაჩინო იყო გამოსარჩევი ჩვენი ნაკრებიდან და აი ესეთი გუნდები დავამარცხეთ, ხო, შვედეთი, ხორვატია, ამათთან მეტოქეობაში ჩვენ მოვიპოვეთ ფინალური ეტაპის საგზური და ამან შეიძლება ითქვას, რომ ხარისხობრივად აი ახალ რანგში აიყვანა ქართული ფეხბურთი. ჩვენ უკვე ვახერხებთ, რომ ასეთ დონეზე ვითამაშო და თან წარმატება და მივახცევთ ისე წარმატებას, რომ აგერ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც იგივე საბერძნეთთან შარშან რომ პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და პლეი-ოფის საგზურიც მოიპოვა, აგერ ახლა ამ ჩვენმა ნაკრებმა ცოტა გული დაგწყვიტა ამ გუნდმა იმ თვალსაზრისით, რომ უკვე ფინალურ ეტაპზე პირველი ძალიან კარგი გამარჯვების შემდეგ პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ საფრანგეთთან მარცხდებოდით უკვე საფრანგეთთან გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ უკვე პლეი-ოფში გავდიოდით. კი. და საფრანგეთთან მარცხდებოდით 1-0 და 93 და 95 წუთებზე გავიტანეთ გოლებით, დავწინაურდით 2-1 ვიგებდით, მაგრამ მე მოხდა ასეთი ძალიან სამწუხარო რამ, რომ ჯერ ერთი მთლიანად ამ ჩემპიონატზე 3 მნიშვნელოვანი ცენტრალური მცველი დაგვაკლა ტრამვების გამო. ამას დაერთო ის, რომ აი ამ მატჩში, რომელზეც საფრანგეთს უგებდით ჩვენ 2-1 და ძალიან ცოტა რამდენიმე წუთი რჩებოდა მატჩის დასრულებამდე, კიდევ ერთმა ჩვენმა, საკვანძო ფეხბურთელმა, მოდი ასე ვთქვათ, საბა საზონოვმა ცენტრალურმა მცველმა, რომ მთელი დაცვის თამაში ამ ფეხბურთელზე იყო აგებული, ტრავმა მიიღო და არა მხოლოდ ვერ გააგრძელა თამაში, არამედ ჩვენს მცველებს უკვე ყველა შეცვლა გამოყენებული ქონდა და ვერც შევცვალეთ. ანუ კაცნაკლებები დავრჩით მოედანზე და აქედან გამომდინარე ამ მატჩში დავმარცხდით და შეიძლება თქოს უბრალოდ არ ხო, ძალიან არ გაგვიმართლა აი ამ სიტუაციაში და საფრანგეთთან მარცხის შემდეგ იყო რა თქმა უნდა მე იმ შანსი რომ ბოლო შეხვედრაში პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მაინც მოვახერხებდით გაღწევას, მაგრამ უკვე მესამე წუთზე ძალიან სუბიექტურ ვითარებაში შეხვედრის არბიტრმა, რომელიც აზერბაიჯანელი იყო და ძალიან გამიკვირდა ეს მომენტი, რომ არანაირად ძალიან სუბიექტურად განსაჯა და ქართველი ფეხბურთელი გააძევა მინდვრიდან და 10 კაცით დაგვტოვა რა. იქ მე გარჩეული იყო სხვა სპეციალისტების მიერ და არანაირად ის, რა თქმა უნდა, დარღვევა იყო ქართველი ფეხბურთელის. მაგრამ გასაცემებელი არის. ყვითელი ბარათით შეეძრო, რომ შემოფარგლულიყო ის. სულ დაგვტოვა, აშკარად გაწირა ხა მესამე წუთზე ასეთ თან ისეც ფავორიტად თითქოსებოდა პორტუგალია, მე უკვე მარცხი განვიცადეთ ამ შეხვედრაში და მართალია გამოვეთიშეთ ტურნირს, მაგრამ ყველა აღნიშნავდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ძალიან სასიამოვნო და კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, დატოვა იქ ამ ტურნირს ძალიან ბევრი სკაუტი, ეგრეთ წოდებული ფეხბურთელების შერჩევაში ვიწირებენ მონაწილეობას, ესწრებოდა მთელი ევროპის წამყვანი გუნდებიდან და რამდენადაც მე ვიცი 4-5 ფეხბურთელთან დაკავშირებით არის ასეთი ძალიან დიდი ინტერესი ამჟამად არის მოლაპარაკებების ეტაპი და ძალიან მალე შეიძლება რაღაცა კარგი სატრანსფერო სიახლეებით შევიწყოთ ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით. ბატონო მიხეილ, აი ბოლო 30 წლის მანძილზე ძალიან შეიცვალა ქართული ფეხბურთი. რაღაც აი ძალიან დიდხნიანი ჩავარდნა გქონდა, რომ აი ძალიან ბოლო 30 წელს ვერ ვიტყოდი, მე ვიტყოდი უფრო ცოტა სხვანაირად, ბოლო 30 წლის მანძილზე გქონდა დიდი ჩავარდნა ჩვენ სწორედ.
მე იმ თაობის ჯერ რა თქმა უნდა ფეხბურთის კომაგი ვიყავი და შემდეგ უკვე ჟურნალისტიკაშიც აი ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა, როცა მე მახსოვს როგორ ამარცხებდა თბილისის დინამო მაგალითად ლივერპულს მე პერიოდს ინტერს და აი ასეთ მიუნხენის ბაიერნს და აი ასეთ როდესაც თბილისის დინამო ევროპულ ფეხბურთში ხუთეულში ითვლებოდა ულაპარაკოდ. ხო, აი ეს 60-იანი წლების ბოლო, 80-იანების დასაწყისი, ყველა აღიარებდა ძალიან ცნობილი სპეციალისტები ოდებს და ქებათაკებას უძღვნენ ქართულ ფეხბურთს, ქართველ ფეხბურთელებს ჩვენს მიღწევებს და აი ეს ყველა მე თვითონ რაღაცას შეჩერდა ეს. იმიტომ რომ მე მოხდა ეს იმპერიის გრევა ამ ხელა მონდომებამ წარმატებული. კი, ეს ხა ზოგადად ქართველები გენეტიკურად ძალიან სპორტული ხალხი. ჩვენი სპორტული ისტორია არ იწყება არც 21 საუკუნეში. მეცაც გეტყვით არც მე-20 საუკუნეში და არც მე-2000 წლეულში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართლის მეფე ფარსმანქველი რომში მარსის მოედანზე მისი ქანდაკება არის აღმართული და ოლიმპიურ თამაშებში იქ ორ სახეობაში გაიმარჯვა და რომის მაშინდელმა კეისარმა მას რაღაცა ძალიან დიდ არამბებიც უძღვნა და მოიხსენია თავის მოკავშირედ და მეგობრად ეს იქიდან მოგვდგამს ხო ჩვენ ეს სპორტი გენეტიკაში და გენეტიკაში გენეტიკაში გვაქვს და რაც შეეხება ფეხბურთს ხო არ ყოფილა მე-20 საუკუნეში ეპოქა როცა ჩვენ სოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი არ ყავდა ხო ბორის პაიჭაძიდან მოყოლებული იქ მიშა მესხის ლავა მე არ მინდა რომ ვინმე ძალიან ბევრი არ მინდა რომ ვინმე გამომიჯეს ხო სოფლიო დონის ფეხბურთელები ყავდა აი 90-იანი წლები ჩათვლით ხო იგივე კინკლაძე არველაძე კალაძე ესენიც ხო ჩვენ ფეხბურთელები და რა მოხდა ასეთი რაღაცა შემდეგ რომ 90-იანებში როცა იმპერიის გრევის შედეგად საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა მთელი საფეხბურთო მეურნეობა ჩამოიშალა სხვადასხვა მიზეზთა გამო იქ ძალიან ბევრი მწვრთნელი წავიდა სხვა ქვეყნებში სამუშაოდ ზოგმა ფეხბურთთან საერთოდ იმიტომ რომ აქ სხვა ეკონომიკური ვითარება შეიქმნა როცა ფეხბურთით ვეღარ ახერხებდნენ ადამიანები თავის რჩენას და თავის ოჯახის შენახოს შესაბამისად სანამ ეს საფეხბურთო მეურნეობა არ აღდგა, არ მოწესრიგდა, მანამდე შედეგი ჩვენ აღარ გქონდა. აი სწორედ 90-იანების გრევის შედეგად აი მაშინდელი თაობები რო გაიზარდნენ 2000-იანების და 2010-იანების თაობები იყო. შემდეგ უკვე როცა დაიწყო სხვა აი ეს გამოსწორება ამ საფეხბურთო მეურნეობის, შეიქმნა შესაბამისი საფეხბურთო აკადემიები, დინამოს აკადემია, ლოკომოტივის აკადემია, საბურთალოს აკადემია, ფეხბურთის ფედერაციამ ძალიან ბევრი აკადემია გახსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამორიცხული იყო რომ ამას შედეგი არ მოეტანა ხო და ახსენეთ რომ გენეტიკურად სპორტულებია გაიზარდნენ კარგ პირობებში გაიზარდნენ სწორ ბოლომდე კარგი ესეც კი არ არის რა და ჰქონდა პრობლემები იქ მწვრთნელთა განათლების სისტემაში რაღაც მაგრამ ესეც ნელ-ნელა იხვეწება და პლუს ამას ხო ბევრი იცით რომ არის წასული საქართველოდან ხო მაგრამ ქართულ ფესვებს ინარჩუნებენ და იქ ისინი ევროპაში გაიზარდნენ ის ქართველი ბავშვები იგივე ჟორჟ მიქაუტაძე რომელიც რო ავიღოთ ხო იქ დაბადებული გაზრდილი არ და ასე არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება კიდევ მსგავსი იგივე პატარა ასაკში სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში იგივე ქუთათელაძეები შეიძლება გავიხსნათ კიდე სხვა გვარები ხლა ამიტომ რომ ვიღაცები გამომრჩეს ასე იზრდებიან ესენიც ხო და ესენიც ჩვენი გენოფონდია და ესენიც საქართველოს ნაკრებში თამაშობენ და ამის მერე ჩემი პროგნოზი ასეთია რომ მხოლოდ განვითარების გზით წავა ქართული ფეხბურთი და შედეგები მხოლოდ და მხოლოდ მოიმატებს ამას ეს ობიექტური საფუძველი აქვს ასეც უკვე ვისაუბრეთ ჩვენ ხან როგორც აი ამ კუთხით ძალიან გამოცდილ ადამიანმა რა გონიათ ყველაზე მთავარი რა არის რაც სჭირდება სპორტსმენს ეს არის შრომის მოყვარეობა ეს არის მიზანდასახულობა აი რა არის მთავარი საკვანძო თვისება ერთი რაღაცა ცალკე კომპონენტი არ არსებობს. ეს უნდა იყოს ყველაფრის თანხმედრა, მაგრამ პირველ რიგში ეს არის უნდა იყოს მებრძოლი და სპორტული სულის ადამიანი გესმის. ძალიან ხშირად ისიც და ესეც უნდა და ეს არ არა, ეხო ეგეც რა თქმა უნდა რომ შენ თუ გინდა რომ
მიაღწიო დიდ წარმატებას ფეხბურთში და ზოგადად სპორტში, არა მხოლოდ ფეხბურთში, ხო? უნდა იცო გესმოდეს შენ რომ ძალიან ცოტა ადგილია ამ ფეხბურთში. ერთი შეხედვით თითქოს ძალიან ბევრი გუნდია და რაღაცა, ხო? შეიძლება გინდა საქართველოში, გინდა უცხოეთში, რომ თელ ევროპაზე ის არის, ხო? სადაც კარგი პირობებია, განვითარების შესაძლებლობა, ის პერსპექტივა, მაგრამ უდიდესი კონკურენცია ფეხბურთში. აი ერთ ასეთ საშუალო ადგილზე 10 მილიონი მსურველია წარმოიდგინე კონკურენციის დონეს გეუბნებით. რიცხვია. 10 მილიონი მსურველი ერთ აი ასეთ ნორმალურ ემაზე. ნუ კიდე უფრო ტოპზე, კიდე უფრო დიდი არის ეს კონკურენცია. ანუ რა გამოდის, ხო? შენ და ზოგადად იგივე კალათბურთი აიღე ის ჰოკეი, აიღე ამერიკული ფეხბურთი. აი ასეთ კონკურენციაში უნდა შეხვიდე და აი ამდენ ადამიანს უნდა აჯობო, ეხლა ეს ანუ ის გავიხსენოთ ჩუშანიკის წამება, ხო, ყველაფერი უნდა და კონსტანტინე არსაკიძე რასაც იძახის, რომ შორენაც დაივიწყა ყველა და ანუ ერთი მიზანი უნდა გქონდეს ცხოვრებაში. ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა დავი გართობა, დასვენება, მეგობრები შეყვარებული და ასე შემდეგ. პირველი ვინც მახსენდება ეს არის კვარაცხელია, ხვიჩამს გავსაკითხებზე საუბრის დროს. იცი ხვიჩა როგორ ვარჯიშობდა? კი, და ზუსტად სანამ სკოლაში წავიდოდა დილის 6 საათზე იღვიძებდა. კი. გადიოდა საათნახევარი ვარჯიშობდა ინდივიდუალურად, მერე ნუ მოწესრიგდებოდა, მიდიოდა სკოლაში, მოდიოდა სკოლიდან და მერე ისე ვარჯიშზე მიდიოდა. ანუ ხო ძალიან იჭერე მე ვინც მინახია ქართულ ფეხბურთში, ქართულ ფეხბურთელთაგან, მიჭერი ძალიან ბევრი ყავს, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი არის ხვიჩა კვარაცხელი. მაგრამ ეს ვერაფერს ვერ მიაღწევდა მხოლოდ ამ ტალანტით, თუ აი ეს უდიდესი შრომის მოყარეობა და აი მართლა გამორჩეული პროფესიონალია და კაი რა არის, იცი, მე ჩემი აი ისტორიის ახალგაზრდობის ყველაზე ისეთი ენერგიული წლები იყო 90-იანებში რა, როცა ვიყავი 20, 25, აი მაგასაკში. და შემსწრე ვარ აი ჩვენი დაკარგული ოქროს თაობის. ოქროს თაობა იყო, იმიტომ რომ ნიჭით რაც იმ 90-იანებში ჩვენ ფეხბურთელები ყავდა, ხო? მე არ ამგონია რომელიმე წინა შემდგომი თაობა ჯამურად ვიძახი რა, შედროდა. მაგრამ სწორედ ის გარემოება, რომ აი ასეთი პროფესიონალური დამოკიდებულება არ ჰქონდა იმ თაობას ზოგადად. გახდა, ხო, ნუ წარმოიდგინე, რომ უცბად მოხვდნენ კარგ გუნდებში, მიიღეს რაღაცა ძალიან მაგარი ფანტასტიკური პირობები, ნახეს რაღაცა ფუფუნება, რაღაცა გაჩერდნენ. მერე გესმის, ანუ იმათო ჩათვალეს რომ მიაღწიეს იმ რაღაცა დონეს, რომლის იქით უკვე всё, ნუ უკვე აღარაა მნიშვნელოვანი. რა ვიცი, ამ ყველაზე დიდი გულისწყივილი მთელი ქართული საფეხბურთო სამყაროსი არის გიო კინკლაძე რა, რომელიც ითვლება რომ აი ძალიან ბევრი იძახის, მათ შორის არა მხოლოდ ქართველი, რომ ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი იყო და მესისაც ჯობდა ნიჭით. ამას ამბობდნენ და აღიარებულია Manchester City არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სუპერკლუბი, ხო? Manchester City-ს კომაგების მიერ დაასახელებულია ყველა დროის Manchester City-ს საუკეთესო ლეგიონერად. გიორგი კინკლაძე წარმოიდგინეთ და აი ეს გაგრძელდა 2-3 წელი სულ. იმიტომ რა დღემდე ჩვენთვის ეს გიორგი კინკლაძეს აფიცარია, მაგრამ უდიდესი გულისწყვილია, იმიტომ რომ და თვითონაც აღიარებს ამას, რომ აბსოლუტურად სხვა გარემოში მოხვდა და სხვანაირად უნდა ყველა მსოფლიოს ადამიანურმა თვისებებმა სხვა დროში ეს რო ჩვენ დროში ყოფილიყო და ეს თაობა კი აბსოლუტურად განსხვავებულია. მარტო ხვიჩა არ არის გამორჩეული ამ თავისი პროფესიონალიზმით. სულ ყველანი არიან უკვე ევროპული მენტალობით. იციან რომ შრომის გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევენ და სულ უნდა გაუმჯობესებაზე და სულ უნდა პროგრესზე ზრუნავდნენ და ფიქრობდნენ და ეს პროგრესი მიდის ქართულ ფეხბურთში. აგერ უკვე გიორგი მამარდაშვილი ალბათ ერთ-ერთი ლივერპულს შეუერთდა, ქოჩორა პორტუგალიის ჩემპიონს სპორტინგს შეუერთდა. კიდე ახლოს არის ახლა სხვა დღე-დღეზე დაბრძოლებული მიქაუტაძეც გამოიცვლის კლუბს და კიდე უფრო უკეთეს სიტუაციაში აღმოჩნდება. ისახურებს და
ბატონო მიხეილ, აი ფეხბურთმა გვასწავლა ის, რომ წაგების შემთხვევაშიც ჩვენი გულშემატკივარი, ფეხბურთის გულშემატკივარი მათ გვერდით არის, იმიტომ რომ იყო აზე რაღაცა ისეთი იმედგაცრუებები, რომ სტადიონზე არ რჩებოდნენ, აპლოდისმენტებს აღარ უკრავდნენ, იყო მსგავსი შემთხვევები და ეხლა მგონია რომ თვითონ მაყურებელიც გაიზარდა ამ კუთხით და მაყურებელმაც იგსწავლა ის, რომ მხოლოდ მოგების დროს კი არა, წაგების დროსაც ჩვენი საყვარელი გუნდის და ბიჭების გვერდით უნდა იყო. ეგ როგორ რაღაცა იცი ანასტასია? ეს ფეხბურთი ძალიან დიდი ხანია გაცდა უბრალოდ სპორტის ფარგლებს და მნიშვნელობას რა. დღეს თანამედროვე სამყაროში, სამწუხაროდ ხა ბოლო პერიოდში ამ მოსაზრებას წყალი შეუყენეს რუსეთმა და ვიღაცებმა რომ ომები არის უკვე, ხო? მაგრამ ზოგადად თანამედროვე სამყაროში აღარ ხდება ეს ომებით დაპირისპირება და მამაკაცური თუ ზოგადად ეგოების დაზონება და დატოვება გესმით? ეს სწორედ ეს ომები იმიტომაც აღარ არის, რომ ეს ყველაფერი დაპირისპირებები ჩაანაცვლა სპორტმა. გესმის? ადრე თუ საფრანგეთი იტალიას ეომებოდა ან ესპანეთი პორტუგალიას ან ხო? ეს დღეს აღარ არის საჭირო, მაგრამ ეს დაპირისპირებების სურვილი მაინც დარჩა და უკვე ეს რეალიზებულია ამ სპორტში. და რა გამოდის რომ ჩამოდის და საქართველოს ვიღაცა ეომება, წყალებში ეომება, მაგრამ ომია ჩათვალეთ რომ გადაიტანა, ეს ჩაანაცვლა ომი, ჩაანაცვლა სპორტმა. ფეხბურთმა ჩაანაცვლა ომი. და რა გამოდის რომ ჩვენ გავდივართ, ვიბრძვით ფეხბურთელები და მარცხდებით, მაგრამ რა მოხდა ხა 300 არაგველის დამარცხდა და შტოინა ხო უნდა დაიწყო დანარჩენ საქართველოს 300 არაგველისთვის. მაგრამ ეს ახლა ვისწავლეთ ბოლო პერიოდში. ხო, მაგრამ ხო რა თქმა უნდა მაგ შეგნებამდე უნდა მივსულიყავით რა. უფრო მეცაც გეტყვი რა. 80-იან წლებში როცა თბილისის დინამო იყო თასების თასი როცა მოიგო თბილისის დინამომ და იცი შენ ეს ამბავი და ისტორია ხო ძალიან ბევრი დისიდენტი აღნიშნავს რომ აი ეროვნული თვითშეგნება და იმისათვის ბრძოლის დაწყება რომ საქართველოს დამოუკიდებელი გამხდარიყო ამით იყო პროვოცირებული ამან დაარწმუნა ქართველობა საქართველოს რომ ჩვენ არავიზე ნაკლებები არა ვართ რომ ჩვენ შეგვიძლია ევროპაში გავიდეთ და მთელ ევროპას რაღაცა ტიტული მოუგოთ ეს გახდა მართლაც გახდა ერთ-ერთი მაპროვოცირებელი და შემდეგ იმ დამოუკიდებლობის მოპოვების წლებში ერთ-ერთი ხაზი ამ ფრონტის ხაზი სწორედ ფეხბურთზე გადიოდა რა, როდესაც პირველი გამოაცხადა დამოუკიდებლობა მთელი კავშირის ქართულმა ფეხბურთმა გამოიყო საბჭოთა კავშირის ფეხბურთს და დაიწყო დამოუკიდებელი. ანუ ესეც ერთ-ერთი აგური იყო აი იმ ბრძოლაში და იმ კედლის აშენებაში, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ერთ-ერთი პირველი საფუძველში ჩადებული აგური იყო. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა გავისიგრძე რომ ჩვენ ვართ პატარაერი. დღეს 3.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. ჩვენ რა თქმა უნდა მუდმივად წარმატებულები ვერ ვიქნებით. ვერც ფეხბურთში, ვერც კალათბურთში, იმიტომ რომ გაცილებით მდიდარი, გაცილებით ტრადიციული, გაცილებით მეტი ადამიანი რო არის ჩართული ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ გვაქვს მეტოქეობა. სადღაც რაღაცას ჩვენ რა თქმა უნდა მოვიგოთ, ყოველთვის სადღაც წავაგებთ კიდეს, ამას უნდა მოველოდეთ ჩვენ და ეს არ უნდა იყოს რომ ჩვენ დაუწყოთ ლანძღვაგინება ჩვენ სასიკადულო სპორტსმენებს. არ აქნეს ახლა ძიუდოისტებმა ხო ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე. წარმოიდგინეთ რომ რაც კი მსოფლიო ჩემპიონატები ჩატარებულა კი ბატონო. იაპონიის გარდა არავის არ გაუმარჯვა. კი ბატონო. და პირველად მოხდა ამ სპორტის ისტორიაში, ისტორია დაწერეს ჩვენმა ძიუდოისტებმა, რომ მივიდნენ იაპონიაც დაამარცხეს, მანამდე მეოთხედფინალში იტალია დაამარცხეს, მერე ფინალში სამხრეთ კორეა დაამარცხეს და აბსოლუტურად წარმოუდგენელი შედეგი და რაც ყველაზე მაგარია და რაც ყველაზე მთავარი ამ იმაში ეს იყო შერეული გუნდი, ეს არ იყო მარტო ბიჭები. 3 გოგო, 3 ბიჭი. აქამდე ჰქონდა ასეთი სიტუაცია, რომ აი გოგოების გამო მარცხდები, მაგრამ ეხლა გოგოების გამო გავიმარჯვეთ. გესმით? აი ეს მომენტი არის, ახლა საქართველოს ტრადიციულად
ჩვენთან ქალის კულტი რო არის და ქალის ღმერთება მარტო ასე არ არის, ხო? იყო ის მომენტიც, რომ ქალები კაცების გვერდ-გვერდა მხარ-და-მხარ იბრძოდნენ კიდეც და ყველაფერი როდესაც არ იყო ის ახლა ქართლის დედა ტყუილა ხო არ არის, ერთხელში ხმალი უჭერს და ბავშვები ყავს, ხო? ეს არის, ხო? და აქედან გამომდინარე ქალების სპორტში, ხო, განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსია კიდე ეთო ლიპარტელიანი, ეს გოგო არის, აი როგორი გმირი და როგორი ჩემპიონი, აი ჩემზე კარგად არავინ არის, იმიტომ რომ როგორ ვარჯიშობს, როგორ მიისწრაფვის მიზისკენ. ერთი წლის წინ ოლიმპიადაზე და მსოფლიო ჩემპიონატზე უპირობოდ დამარცხდა. უპირობოდ უგებდა, აი ეს ელიტა ვინც იყო, უპირობოდ ამარცხებდა. წელს რა მოხდა, ცხაურთაბრძოლა ჩაატარა, როგორც ინდივიდუალურ ასპარეზობაში, ისე გუნდურში და ყველა მოიგო იპონით. ნუ აი ლეგენდაა ეს გოგო რა და კიდე აქვს იმისი შანსი, რომ უახლოეს ოლიმპიადებზე ეს თავისი უპირატესობა უკვე ოლიმპიურ კვარცხლბეკზეც დაადასტურებს. ძალიან ბევრი სპორტსმენი, ძალიან სამაყვა ჯერ დვალიშვილი, თოფურია რამ კი, არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი ყავს. საბედნიეროდ სხვადასხვა სპორტის სახეობებში ძალიან ბევრი ყავს და ჩამოთვალე გამოგჩნდა. კარგია, როდესაც აი რაღაც განსაკუთრებით მიხარ, როცა გოგოს წარმატება მის მitmete სპორტში, იმიტომ რაღაც სულ არის ის რომ სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ეთო ლიპარტელიანი არის დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში აი ერთ-ერთი იშვიათი მანამდე ყავდა ანასტასია გოტფრიდი ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონი. ანუ ოლიმპიურ სახეობებს გულისხმობ რა. და ეხლა ყავს ეთო ლიპარტელიანი, ანუ ამ ხრივაც გამორჩეული და სარეკორდო არის მისი. რაგბიზე მინდა გითხოთ, აი ისო იყო რა, რაგბი ჩვენი თამაშია და რაღაც აი არის კიდეც. ბოლო პერიოდშიც რაღაცა ცოტა მესმის რომ ადამიანებისგან გულშემატკივრებისგან ცოტა რაღაცა ჩამორჩით იმ შედეგებს, რაც გქონდა. რამ გამოიწვია, აი რა არის საჭირო, რომ ისევ იგივე რაღაც რელსებზე დავბრუნდეთ, სადაც ვიყავით. მე არ ვიცი რატო იძახიან რომ ჩამოურჩით, იმიტომ რომ სწორედ ბოლო პერიოდში გვაქვს. ხა თუ ჩვენ სარგე განყელებურად ირლანდიასთან 5 ივლისის მატჩს ავიღებთ. კონკრეტულმა ხო, ბოლო პერიოდში 3 წლიდან ხშირად არის მაგაზე. რა არის იცით? რაგბი ცოტა ისეთი ჩაკეტილი ელიტარული სამყარო არის. მსოფლიო რაგბის გულისხმობ რა. ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ძალიან მოკლედ მინდა რომ ამას გავცე პასუხი. საქართველოს ეროვნული ნაკრები თამაშობს ევროპის ერთა ლიგაზე. რანგით მეორე ტურნირში თამაშობს. პირველ ტურნირში 6 ერში სადაც არიან საფრანგეთი, ინგლისი, უელსი, შოტლანდია, ირლანდია და იტალია. იქ ჯერ ვერ გავარღვიეთ აი ეს კედელი, რომელიც შექმნა აი ამ ტურნირმა და ეს არის კერძო კომპანია და არ გვიშვებენ ჯერჯერობით ამ ტურნირში. ეს ჩვენ მაღალი ხარისხის თამაშების ყოველწლიურად და გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას გვიკარგავს. ვართ აი იმ მეორე დონის ჩემპიონატში, სადაც ვერ ვითარდებით. ეხლა ეს ირლანდიას რო ვეთამაშეთ, ეხლა რო სამხრეთ აფრიკას ვეთამაშებით ცოტა ხანში 11 ივლისს და შემდეგ კიდევ შემოდგომაზე გვაქვს მსგავსი 2 ტესტი, 2 თამაში. ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის, რომ ამ ტიერ 1-ის, ეგრეთ წოდებული ტიერ 1-ის გუნდებს თანაბარ დონეზე მუდმივად ეთამაშო. გესმის? თორემ ჩვენ 2 წლის წინ დავამარცხეთ ტიერ 1-ის გუნდები უელსი და იტალია. და იმისათვის რომ პროგრესში შევინარჩუნოთ, ცალკე საჭიროა რომ აი ეს შავი ლომი, ეგრეთ წოდებული ფრანჩიზა რაც შეიძლება უკეთეს ტურნირში მონაწილეობდეს, ევროპულ საკლუბო ტურნირებს გულისხმობ და ეხლაც გადაიდგება ამისკენ ნაბიჯები და ამას გარდა რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ და ამ 6 ერში
ინტეგრირება შევძლოთ რა. და ჩვენ გაცემთ დასასრულს მივახოდა და 2 ივლისის სპორტული ჟურნალისტის ხო, ნუ მოკლედ ვიტყვი მაშინ 2 ივლისზე. მე მიულოცავ კი ახლა გავიდა იმის მერე ერთი კვირა, მაგრამ ისევ მიულოცავ ჩემს კოლეგებს ამ 2 ივლისს საერთაშორისო სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეს და ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გავაკეთეთ სპორტული მედიის კვირეული, ამ კვირეულის ფარგლებში ვქონდა ჩავატარეთ 4 მედია ტურნირი პადელში, ბოულინგში და თქვენი შედეგებიც მინდა რომ საავტომობილო სლალომში პადელში, ბოულინგში, საავტომობილო სლალომში და ფეხბურთში აღვადგინეთ ბაჩოს თასი ჩვენი ადრეულ ასაკში დაღუპული ბაჩო სვანიძის ჩვენი კოლეგის და მეგობრის სახელობის ტურნირს ვატარებთ ამ ტურნირის რანგში და ხო, ნუ არ მინდა ხა ჩემს პირად მიღწევებზე კი იქ რაღაცა წარმატებები მქონდა ორ სახეობაში და ჩემთვის სასიხარულოა რომ დაახლოებით 150-მდე ჩვენი კოლეგა ჩაერთო ამ ასპარეზობებში იქ და მიიღო მონაწილეობა, რითაც ჩვენ სპორტული ჟურნალისტები ვამტკიცებთ, რომ მხოლოდ კამერებს მიღმა და კომპიუტერის კლავიატურებს მიღმა არ ვინტერესდებით სპორტით, არამედ თავადაც აქტიურად ვართ ჩართულები და დაკავებულები და უშუალოდ 2 ივლისს შემდგომში უკვე ჩატარდა გალა დაჯილდოების საღამო, სადაც ბევრი ჩვენი კოლეგა სხვადასხვა პრიზით, პრემიით, ჯილდოთი დავაჯილდოვეთ და ეს იყო რაღაცა დღის ძალიან ამ კვირეული ძალიან ლამაზი და კარგი დასასრული. ძალიან კარგია, როდესაც ფასდება შრომა, იმიტომ რომ თქვენ ძალიან დიდ შრომას და დიდი მადლობა შეფასება. სწორად და კარგად მიტანაში მაყურებელთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრია თქვენზე დამოკიდებული. და რამე უახლოესი სამაო გეგმაც იქნებ გაგვიზიაროთ თუ გაქვთ? რა ვიცი, ანალოგიური პროექტის განხორციელებასაც ჩვენ სლოვაკეთში გავახორციელებთ მოგესალმებით აგვისტოში იქნება კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი და ჩვენი გუნდი კვიპროსშია და ჩვენ კვიპროსში დავეხმარებით ჩვენს კოლეგებს და განსაკუთრებული სიამაღის ჩემთვის განსაკუთრებული სიამაღის იწვევს ის ტურნირი, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ, ეს არის კოტე მახარაძის ჩვენი სულმნათი და პატრიარქი ქართული სპორტული ჟურნალისტიკის და საკომენტატორო სკოლის კოტე მახარაძის სახელობის საერთაშორისო მედია ტურნირი, რომელშიც ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოდიან უცხოეთიდან და ამ ტურნირს ჩვენ ბათუმში ოქტომბრის მეორე ნახევარში ჩავატარებთ. არა, ჩვეულებრივია. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და ესეთი ამომწურავი საუბრისთვის და კითხვებზე პასუხებისთვის. მადლობა მოწვევისთვის, მუდამზად ვარო. ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი და ეს იყო ბატონი მიხეილ აბაიშვილი სივრცეში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.